გენმოდიფიცირებული პროდუქციის მარკირება კანონპროექტი, რომელიც მწარმოებელსა და იმპორტიორებს ეტიკეტზე შესაბამისი ინფორმაციის განთავსებას ავალდებულებს. ახალ რეგულაციებს მთავრობა უკვე განიხილავს, ქრონიკა კი დაინტერესდა, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს გენმოდიფიცირებულმა სურსათმა ადამიანის ორგანიზმზე და როგორ გააკონტროლებენ შესაბამისი სამსახურები ბაზარს. ნათია ოროლაშვილი დეტალებით. ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი თითქმის ყველა პროდუქტი დღეს ეტიკეტირებულია, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანზე არ არის დატანილი ინფორმაცია გენმოდიფიცირებული ელემენტების შემცველობის შესახებ. სულ მალე მწარმოებლებსა და იმპორტიორებს მომხმარებლისთვის ამ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება დაეკისრებათ. შესაბამის კანონპროექტს ახლა სამინისტროები განიხილავენ, რის შემდეგაც ის პარლამენტში გადაინაცვლებს. სიფრთხილის პრინციპიდან გამომდინარე, მომხმარებელი ინფორმირებული უნდა იყოს ზოგადად და არა მხოლოდ გმო შემცველ პროდუქტებზე, ზოგადად უნდა იყოს ინფორმირებული, ანუ საკვები პროდუქტის ეტიკეტი, ან მისი თანხმლები დოკუმენტი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას, რომ არჩევანი გააკეთოს ადამიანმა სრულად, იცოდეს რა რითი იკვება და რითი არ იკვება. აქ არის მთავარი თემა ის, რომ ეს არ გახდეს რაღაცა დამატებითი ტვირთი ბიზნესისთვის, რაზეც ადრე ყოველთვის იყო საუბარი, და მან არ შექმნას რაღაც დამატებითი ხარჯები და მან არ გაზარდოს პროდუქციის ფასი და შემდეგ. და მეორე ეს არის არ იყოს კორუფციის საშიშროება და ასე ვთქვათ, რაღაცა ფალსიფიცირების მიმართულებით. ტოქსიკოლოგი მარინა გიორგობიანი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომელმაც გენმოდიფიცირებული პროდუქციის პოპულარიზაცია შეუწყო ხელი. მისი თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მავნე შეიძლება იყოს გენმოდიფიცირებული პროდუქტის სისტემატიური მიღება ადამიანისთვის, თუმცა ამბობს, რომ გავლენა ცალსახად მავნეა. ყველა ახალი პროდუქტი არის აგრესიული ორგანიზმისთვის, ამდენადაც მისთვის ორგანიზმში არ არის მზად ფერმენტული სისტემა. აი ასევეა გენმოდიფიცირებული პროდუქტები, რომლის წინაშეც ფაქტიურად დაუცველია დღეს მოსახლეობის ადამიანების ორგანიზმი. საქართველოს კანონმდებლობა მწარმოებელს და იმპორტიორს სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქტის ეტიკეტირებას ავალდებულებს. პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცების შემთხვევაში სწორედ ეტიკეტზე განთავსდება ინფორმაცია პროდუქტში გმო ელემენტების შემცველობის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელიც სურსათიც არ არის შესაბამისი ეტიკეტირებული, ანუ არ ღვევს ეტიკეტირების წესს, ჯარიმდება 400 ლარით, ხოლო ერთ წლის განმავლობაში იგივე სახის დარღვევაზე უკვე ჯარიმდება 1200 ლარის ოდენობით. გენმოდიფიცირებული ელემენტების შემცველი პროდუქციის მარკირების შემდეგ გარკვეულ პროდუქტებზე ფასის ცვალებადობას არ გამორიცხავს ეკონომისტი ავთანდილ სილაგაძე. მასშტაბური ცვლილებები ფასებში არ იქნება, არაგენმოდიფიცირებული პროდუქცია მოთხოვნის და გარკვეულწილად წაახალისებს ამ პროდუქტზე ფასების ზრდას. და მეორეს მხრივ მომხმარებელთა შემცირება მარკირების შემდეგ გენმოდიფიცირებული პროდუქცია თავისთავად გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას და ფასების შედარებით კლებას. გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტის მარკირების საკითხის დარეგულირებამდე საქართველოს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისთვის დახურულ ტერიტორიად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმებით შექმნილი თესლი საქართველოში თავისუფლად აღარ შემოვა. შემოსვლის შემთხვევაში კი მისი ნიადაგში შეტანა დახურულ სივრცეში მოხდება, რაც ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება.